თოვლმა ტალახიანი გზა ამოავსო და დღეს საშუალება მოგოცა ზემო ბაკურციხეში ორხევის ტყეში შექმნილი ვითარება გადაგვეღო. მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება გურჯაანის გამგებელმა შეასრულა და იმ ადგილის სანახავად, სადაც ბრაკონიერები ტყეს კაფავენ, მოსახლეობასთან და სატყეო სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ავედით. კადრში ხედავთ, რომ ორხევის ტყის თითქმის უმეტესი ნაწილი განადგურებული არის. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მოქალაქე აქტიურად ცდილობდა იგი ბრაკონიერებისგან დაიცვა, მათ საკუთარი ძალებით ტყის გადარჩენა მაინც ვერ მოახერხეს. ნახეთ, რა დღეში აქავრობა, ეს უგანადგურებული არის. ამის მოთმენა აღარ შეიძლება. არანაირად, ვერაკაცი ამას ვერ მოითმენ. რაც აქ ხდება. სწორედ იმ ადგილებში იწყება წყლის სათავე, სადაც ბრაკონიერები ცხენები დადიან და ტყეს ანადგურებენ. სწორედ ეს წყალი მიეწოდება ნახევარსოფელს სასმელად. იმის გამო, რომ ბრაკონიერები აქ ყოველდღე დადიან ცხენებით, მოსახლეობა შიშობს, რომ ეს წყალი სასმელად უვარგისია. აჰა, აი მთელი ნაფოტი, ნაგავი, სულ წყალშია ჩაყრილი. ეხლა სუფთავდებოდა ადრე, იწმინდებოდა და სუფთად მიდიოდა შვილო წყალი. ეხლა უკვე დანაგვიანებულია. აქ არის აკრძალული ზონა იმის გამო, რომ სასმელი წყალია და დაბინძურების შემთხვევაში შეიძლება რომ ხალხი დაავადეს. სატყეო სამსახურის ხელმძღვანელობას უჭირს პასუხისგაცემა, რატომ ვერ დაიცვეს ტყე ბრაკონიერებისგან. ძირითადად გადართული ვართ მოსახლეობის მომსახურებაზე, გამოყოფილი გვაქვს ტყე-კაფეები და ვემსახურებით მოსახლეობას და გარკვეულ ტერიტორიაზე ჩვენ პირველ ღონისძიებებს ვიღებთ. თქვენ სამსახურს ეს არ ევალება აქ კონკრეტულად? ჩვენ სასახურ გარკვეულწილად ევალება, რა თქმა უნდა, რომ აი რა წილად ევალება მაშინ? არა, მაგაზე ხლა ძირითადად ცოტი რა. აი ამ შეკითხვას ცოტა ეს ხოლმეში მაგდეს. აი ახლა მაგ თემაზე ვერ გაგცემ პასუხს. თუ რატომ ვერ მოხერხდა ტყის გადარჩენა, ამის გარკვევას მუნიციპალიტეტის გამგებელი საჭირო დართვლის. იგი იმით არის დაინტერესებული, რომ ტყის გაჩეხვა შეწყდეს და მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეექმნას. შეცდომებზე ლაპარაკი საერთოდ ძალიან ადვილია, თუ ვინ დაუშვა შეცდომა. თავი ერთი რამე, რომ როგორც თქვენ ხედავთ, ფაქტიურად განადგურებულია სათავე ნაგებობა. დღეს დავგეგმოთ ღონისძიებებს ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ ტყის უკანონო გაჩეხვისთვის მკაცრი ჯარიმები აქამდეც იყო, სატყეო სამსახურმა პრობლემის მოგვარება ვერ შესძლო. ტყის ნაწილის გადარჩენა კი იმ ადამიანებმა ძლივს მოახერხეს, რომლებიც მას მთელი დღეები ყარაულობდნენ. თუ ამიერიდან სატყეო სამსახური დამატებით ადამიანურ რესურსს არ გამოყოფს, რომლებიც ტყის ბრაკონიერებისგან დაცვას შესძლებენ, პრობლემა მოუგვარებელი დარჩება.